მატებასთან დაკავშირებით ტაქსის მცხოვრებამ გზავრობის ღირებულება გააძვირეს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი სისწრაფი ტრანსპორტზე გაძვირებული ფასები მნიშვნელოვნად დააზარალებს მათ ბიუჯეტს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება ქალაქს, რაც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ქალაქ თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით ამ ეტაპისთვის მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა მცირე ბიუჯეტის გამო შეუძლებელია. საწვავი საქართველოში ისევ გაძვირდა. ქსელში ყველა კატეგორიის საწვავის ფასმა საშუალო მაჩვენებლით 8-დან 10 თეთრამდე მოიმატა, რის გამოც ტაქსის მძღოლები მგზავრობის ღირებულებას აძვირებენ. ამ ფაქტ საწვავზე ფასის მატებით ხსნიან და საუბრობენ იმაზე, რომ მგზავრობის ღირებულება შესაძლოა ეტაპობრივად კიდევ გაგრძელდეს. სამარშრუტო ტაქსის ნაწილს ამ ეტაპისთვის მგზავრობის გადასახადი არ გაუძვირებიათ. მიზეზად მოსახლეობაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებას ასახელებენ. მათი თქმით, გაძვირებული მგზავრობის გადასახადის მოსახლეობა ვეღარ იხდის და ფეხით გადაადგილდება. ხალხში ფული არ არის, იმ ორსაც ვერ იხდიდა ხალხი და სამწყოს თუ ვეღარ იხდია. ჩვენ კიდე სიტყვაზე ისე ორლარად რო ვიაროთ ქალაქში არა. ნამდვილად არ აღწება არაფერი. ხოლო მარტო საწვავი ხო არა, ჯერ ეგეთი საწვავი ძვირია. მეორეც კიდე ყოველ გასვლაზე კლიენტებო მიყვავს. პროცენტული ცოტა ხო აქვს მანქანას, ის საბურავი მიწდება, ზეთი მინდა, ნაწილი მინდა რა. აი რო გვეტყვიან ხოლმე და 3 ლარ როგორც არ დაუფასებთ, ეგრევე მიდის ისა და 2 ლარ კიდე რაღაცა ხან ლარ ნახევრად წავიყვანით ხოლმე და 3 ლარს აღარ იძლევიან. 8 საათინა აქ ვდგევართ, აი არც ერთი მანქანა ესე არ გასულა, აი ესე ვდგევართ მთელი დღე. ხალხი არის ძალიან გაჭირვებული და მაგის გულისთვის ვერასოდეს ვერ გავაძვირებთ. კიდაც არაფერი არ წავიღო, მაინც ვერ გავაძვირე. საწვავის ფასის მატებას და გაძვირებული მგზავრობის გადასახადს მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა. საწვავი ძვირდა, გაძვირდა, შვილო და დაძვირდება ტაქსი, აბა არ გაძვირდება. არ ჟდებით, ფეხით დავდივარ, ინვალიდი ხალი ვარ და ამ პადიონზე მოვდივარ ფეხით. მუშაობა არ არის, ქარხანა არ არის, ფაბრიკა არ არის, მარტო ზევით და ის 2000-ები და 5000-ები რა აქვს მაგათ ხელფასზე. აბა გლეხებს კითხეს, გლეხებს აქვს. მგზავრობის თანხა კიდე იმედომ რომ არ აქვს. აბა რამდენი ტაქსი, აბა ნახე დათვალე. აი გადაიხეთ. აბა ვინ არის? მომსვლელი არის, რო წამეყვანი. მოქალაქეების ნაწილი კი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას უჭერს მხარს და ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც ტაქსის რაოდენობას ქალაქში, ასევე განისაზღვრება მგზავრობის გადასახადი, რის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გაძვირებული საფასურის გადახდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ჩემი აზრით ამ პრობლემას ნელ-ნელა დაალაგებდა, იმიტომ რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ასევე დაალაგებდა დიდი რაოდენობის ავტომანქანებს თელავში. შე შემთხვევაში უფრო მიკროავტობუსით, რადგან სხვა საშუალება არც არის ფაქტიურად. თუ ქალაქში გადაადგილება იქნება, რა თქმა უნდა, ტაქსი. როდესაც დარეგულირებული იქნება ფასები, უკვე ფასების აწევა აღარ მოხდება. თვითნებურად და უკეთესი ვარიანტი იქნება ჩემი აზრით. 2 ლარს იხდიდი ხოლმე და ახლა 3 ლარი გახდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს. სანახევროდ მაინც მოგვარდებოდა. მე ხა სკოლაში მუშაობ, მასწავლებელი ვარ და ვარ დამაგვიანდეს 70 თეთრი გახდა ახლა. და ვიხდი, აბა მეტი რა გსამაქვს. მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებისა, რომ ქალაქს მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი უახლოეს მომავალში ეყოლებოდა, ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას და მოუგვარებელია. ქალაქ თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, ბიუჯეტი არასაკმარისია, რის გამოც ვერ ხერხდება არსებული საკითხის სწრაფად მოგვარება. მისივე თქმით, აქტიურად განიხილება აღნიშნული თემა საკრებულოსთან და სამომავლოდ აუცილებლად ეყოლება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქს. თუ ჩვენ საუბრობთ მართლა სწორად დაგეგმილ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომელიც იქნება აღჭურვილი ახალი მანქანებით, თავისი გაჩერებით, თავისი დეპოთით, თავისი ყველა ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურით, ეს არის საკმაოდ სერიოზული თანხები. და ეს შეგვიძლია ჩვენ თუ თანხებში გადავიყვანთ რამოდენიმე მილიონ ევროსაც კი აწდეს ამის ღირებულება. შესაბამისად, თქვენ გესმით, რომ ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 8 მილიონ ნახევარს, ხარდი ამ ხილატურიც ვერ აიღებს. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა იქნება თუ არა შესაძლებელი უახლოეს მომავალში მოქალაქეებისთვის, კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.